მოგესალმებით. დღეს ოთხშაბათია და გადაცემა პარადიგმა პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას. სტუდიაში თქვენთვის ნანა მაკარაძე მუშაობს. მშობლების უმრავლესობას სულ რაღაც ერთ თვეში მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევს, რომელ სკოლაში მიიღოს განათლება მისმა შვილმა. იმ მშობლებისთვის, რომლებსაც მეტნაკლებად აქვთ საშუალება, შვილის განათლებაში ფული პირველივე კლასიდან ჩადონ, მთავარი არჩევანი საჯარო და კერძო სკოლას შორის კეთდება. მშობელთა დიდი ნაწილი კი მაინც თვით საჯარო სკოლებს შორის არჩევს მისთვის სასურველს და რეგისტრაციის დაწყებას ელოდება. რა პრობლემებს აწყდებიან ონლაინ რეგისტრაციის დროს მშობლები და ვის შეუძლია მათთვის დახმარების გაწევა? რა მოსაზრებები აქვს პირველკლასელთა ელექტრონულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით თვით საჯარო სკოლების წარმომადგენლებს? რა ნიშნით ირჩევენ მშობლები სასურველ სკოლას და რა კატეგორიის მშობელი აკეთებს არჩევას კერძო სკოლაზე? ეს ის საკითხებია, რომლებზეც პარადიგმას დღევანდელ გადაცემაში გვექნება საუბარი. თუმცა ვიდრე სტუმრებს წარმოგიდგენდეთ, ნახოთ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ მომზადებული სიუჟეტი. 2014-2015 სასწავლო წლისათვის პირველ კლასელთა რეგისტრაცია დღეს იწყება. პირველ ეტაპზე ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით განხორციელდება. ბათუმის საჯარო სკოლები თავად განსაზღვრავენ პირველ კლასში მისაღებ მოსწავლეთა რაოდენობას თავიანთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით. მიმდინარე სასწავლო წელს ბათუმის საჯარო სკოლებში განსაზღვრულია 2300-მდე მოსწავლის მიღება. გასულ წელს ბათუმის საჯარო სკოლებში ჩაირიცხა 1800-მდე მოსწავლე. წელს ეს რაოდენობა მისაღებ მოსწავლეთა რაოდენობა გაზრდილია 500 მოსწავლით და მე ვფიქრობ, არც ერთი მოსწავლე არ დარჩება საჯარო სკოლის გარეთ. პირველი ეტაპის ფარგლებში სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც ამ სკოლაში სწავლობს, რომლის მშობელი სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდან ერთდროულად 2 ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მოსწავლეები, რომლებიც პირველ ეტაპზე ვერ დარეგისტრირდებიან, რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან. უკვე 39 ბავშვია პირველ კლასელია დარეგისტრირებული. პირველი ეტაპი მიმდინარეობს ახლა რეგისტრაციის და პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომელთა დედმამიშვილებიც სწავლობენ და ასეთი რიცხვი საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია სკოლაც და ბუნებრივია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთა დედმამიშვილებიც სწავლობენ ჩვენ სკოლაში, შესაბამისად ესეთი რიცხვი დიდია. მშობლების უმრავლესობას სწორედ ამ ორთვიან ვადაში მოუწევს მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება, რომელ სკოლაში მიიღებს განათლებას მათი შვილი. მთავარი არჩევანი საჯარო სკოლასა და კერძო სასწავლებელს შორის კეთდება. არჩევანის წინაშე დგები, ბუნებრივია, სხვადასხვა ნიშნით ვაკეთებთ სკოლის არჩევას. პირველ რიგში აუცილებლად გასათვალისწინებელია, რამდენად კომპეტენტური მასწავლებლებით არის სკოლა დაკომპლექტებული და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის გეოგრაფიული მდებარეობა. პირველთან დაკავშირებით დღეს მე ვფიქრობ, რომ საჯარო სკოლები საკმაოდ მაღალკვალიფიციური მასწავლებლებით არიან დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, მე მაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩემი შვილი დავარეგისტრირო საჯარო სკოლაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი სათანადო განათლებას მიიღებს. მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში დარეგისტრირდნენ კერძო სკოლებში, როგორც მოსამზადებელი კლასის მოსწავლე, ავტომატურად ჩაირიცხებიან პირველ კლასში და მათ არ ექნებათ ასაკობრივი შეზღუდვა, რადგან შესაბამისი პროგრამა მათ უკვე გავლილი აქვთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ქაბატონი ირინე ვადაჭკორია, ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი, ქაბატონი ნინო რუსეიშვილი, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში და ქაბატონი თეონა ბერძი და ქაბატონი ხათმა შუშაიძე, მშობლები. მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის და აქვე მაყურებელს მინდა ვაცნობო, რომ გადაცემის ბოლოს გვექნება ჩართვა თბილისიდან და პირველ კლასელთა რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ნინო კვიტაიშვილი უპასუხებს. უბრუნდებით ჩვენი გადაცემის თემა, ჩვენი დღევანდელი გადაცემა გასაგებია ეხება პირველ კლასელთა რეგისტრაციის და მშობლების არ მხოლოდ რეგისტრაციის საკითხს, არამედ მშობლების არჩევანს, რის მიხედვით არჩევენ სასურველ სკოლას. ალბათ უნდა დავიწყოთ მშობლებიდან. ამ შემთხვევაში დავიწყოთ თეონათი, ვინაიდან თეონა არის უკვე პირველი კლასელი ბავშვის მშობელი. თავის დროზე რომელ სკოლაზე გავაკეთეთ არჩევანი და რა ნიშნით შევარჩიეთ სკოლა?
მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ესეთი საპატიო სტატუსით რომ გახლავართ მოწვეული, საპატიო და ფრიად საპასუხისმგებლო ბუნებრივია. ჩემი გოგონა წელს პირველ კლასში არის. ზოგადად მშობლებს ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება უხდება ხოლმე და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ეს არის რომელ სკოლას აირჩევს, რადგან სკოლის პერიოდში ფორმირდება ზუსტად ბავშვი როგორც ადამიანი, ხდება მისი ჩამოყალიბება. ზოგადად საჯარო სკოლები მომხრე ვარ მე პირადად თვითონაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ საჯარო სკოლა მაქვს ამთავრებული და არანაირად არ შეუშლია ამას ხელი ჩემი პროფესიული წინსვლისათვის. კონკრეტულად ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორის გამო გავაკეთეთ გადაწყვეტილება და წავედით კერძო სკოლაში. უპირველესი ფაქტორი ეს გახლავთ ჯგუფებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, თუმცა მცირე რაოდენობაში არაფრთული ბუნებრივია მხოლოდ 5-6 კაციან ჯგუფს, რადგან პირველი კლასის ასაკში ბავშვის უკვე უნდა ქონდეს სოციუმთან ურთიერთობა და 15 ან 20 ბავშვიანი ჯგუფი უნდა იყოს, მაგრამ საჯარო სკოლებში მოგეხსენებათ არის შემთხვევები, როდესაც 30, 35, 40 აჭარბებს ბავშვების რაოდენობა. თავად ბოლო პერიოდში 40 აღარ არის, 35 არის უკვე მაქსიმუმი. 35 არ აჭარბებს განმითვალისწინებს ამას ვერ შეძლებს დირექტორი რომ 35-ს გადააჭარბოს. დაწესს მით უმეტეს. ანუ პირველ კლასში 35-იც ბევრია და 25 მოსწავლედან. და არა მიმდინარეობდა და ამადაც ვისაუბრეთ. სასიამოვნო სიახლე არის, მინდა მიულოცი ჩემი სახელით ყველა მშობელს. თუმცა 35 ბავშვიც ეს არის ის რაოდენობა, როდესაც თუ კი ბავშვი არის ოდნავ ჩაკეტილი, თუ კი ბავშვს ჭირდება უფრო მეტი დრო იმისათვის, რომ მოახდინოს თვითრეალიზება, თუ კი მას პრობლემები აქვს კონტაქტთან დაკავშირებით, თუ კი არის მორცხვი, ამ შემთხვევაში უკვე სერიოზული პრობლემა იქნება, რაც საბოლოო ჯამში იწვევს აი ამ ბავშვის სრულ ჩაკეტვას. გაითვალისწინა, იმიტომ რომ პირველი კლასი არის ძალიან სათუთაც უნდა მოვეპყროთ ბავშვი, იმიტომ რომ ეს პირველი ნაბიჯებია და არ არის ადვილი გადალოხოს ბავშვმა საბავშვო ბაღის შემდეგ ყველაფერი ის და ამიტომ გაითვალისწინეს ეს და 25 ბავშვით განისაზღვრება ეს შედარებით გაცილებით ისეთი რეალური რაოდენობაა და მიღებული მისაღებელება. სწორედ ეს შედარებით ნაკლები რაოდენობა ჯგუფში განაპირობებს შემდეგ იმას, რომ ხდება ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა და სწორედ იმ მართლების გამოვლენა ბავშვისთვის, რაც მისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, უფრო იოლად ხდება ბავშვის ახმა და მისი პიროვნება ჩამოყალიბება. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი აქ გავაგრძელებ და შემდეგ დავასრულებ. მეორე საკითხი, რამაც ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როდესაც გადავწყვეტ კერძო სკოლაში წავსულიყავით, ეს გახლდათ შემოთავაზებული უცხო ენები. საჯარო სკოლაში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთი უცხო ენა და პლუს მეორე უცხო ენა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მე-7 კლასიდან დაიწყოს. რაც შეეხება კერძო სკოლების უმრავლესობა და კონკრეტულად ჩვენი სკოლა, მე შეგნებულად თავ შევიკავებთ ახასიათი დასახელებისაგან, მაგრამ სადაც ჩემი შვილი სწავლობს, პირველი კლასიდან გვთავაზობს ინგლისურ ენას, მეორე კლასიდან გერმანულ ენას და მესამე კლასიდან რუსულ ენას და მე თვითონ პედაგოგიური გამოცდილებაც მაქვს და შემიძლია ასევე თამამად განაცხადო, რომ სამი უცხო ენა არანაირად არ თროგუნავს ბავშვს და ჩემი 10 წლიანი გამოცდილებით დაახლოებით თანაბარ დონეზე სწავლობენ ხოლმე ერთი და იგივე ენას, მით უმეტეს ადრეულ ასაკში, როდესაც არის და თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, როდესაც საბედნიეროდ ევროპული საგანმანათლებლო სივრცე ფაქტიურად თავისუფალი არის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და ჩვენი ბავშვებისთვისაც, ჩვენთვის როგორც მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უცხო ენების ხელმისაწვდომობა ადრეული ასაკიდანვე. და მესამე რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეგობრების წრეში, რომელსაც ასევე პირველკლასელი ბავშვები ყავდათ, დადიოდა მითი და ლეგენდა იმ შესახებ, რომ ძალიან რთული იყო დარეგისტრირება. ძალიან რთული იყო დარეგისტრირება იმ უბანში და გეოგრაფიულად ახლოს მდებარე სკოლაში, სადაც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იქნებოდა ხელსაყრელი და თავიდან ავიცილეთ სწორედ ეს შიში, თავიდან ავიცილეთ ეს საფრთხე და პრობლემა მარტივად მოაგვარეთ. კერძო სკოლაში საკმარისი იყო მხოლოდ დოკუმენტაცია წარმოედგინა, რომელიც აუცილებელი არის და შემდეგ უკვე თავად სკოლამ უზრუნველყო რესურსჩენში ბავშვების დარეგისტრირება. თავიდანვე განეწყოთ პრობლემებს აცილებოდეთ, თუმცა ხათუნა არის დღეს ამ რეჟიმში მომავალი პირველ კლასელის მშობელია და გარკვეული, ანუ პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ან დგას რეალურად გარკვეული. ხო, როგორც თქვენი სტუმარი მოგესალმებით, როგორც თეონა საუბრობდა, ეს მითი და ლეგენდა რამდენიმე წელიწადია გასულ წელს მეზობლებისგან, თანამშრომლებისგან ძალიან აქტიურად მესმის და ფაქტობრივად გადამდები აღმოჩნდა აი ამ პრობლემასთან. როდესაც დავიდნენ და ძალიან მეშინია დღესაც. დღემდე ანუ ტერიტორიულად ანუ ითვლება ქალაქში პრესტიჟულ სკოლებად პირველი, მეორე და ასე შემდეგ. მაგალითად
გამროს ტერიტორიულად მახლობლად სკოლაში ჩვენ ვერ შეგვიძლია დავარეგისტრიროთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ძალიან შემცირებულია კონტინგენტი. ძალიან კარგია რომ 25 ბავშვი უნდა იყოს სკოლაში, კლასში, მე მჯერა რომ ამ შემთხვევაში სწავლის ხარისხი ამაღლდება, თუმცა არის მეორე საშიშროება, თქვენ ძალიან შეგიმცირდათ კონტინგენტი, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდებით. მე ალბათ არჩევანი მომიწევს, თუ კი ვერ მოვახერხებ რეგისტრაციას, ამისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადები რაღაც ათასნაირი ხრიკები მასწავლეს, ათასნაირი რაღაც მეთოდები, რომ რამოდენიმე ინტერნეტის სივრცეში, ანუ სხვადასხვა კომპიუტერთან დასხდნენ, სხვადასხვა ქალაქებიდან იქ მოხდეს, რატომ უნდა ვწავო? და მე პირადად მაქვს ესეთი კითხვა. შეიძლება ძალიან მარტივად, ტერიტორიული წყობით, არ შეიძლება მე მესმის განათლების სამინისტროს, რომელსაც უნდა რომ თანაბარი ვაუჩერიზაცია მოხდეს, მე მესმის იმისა, რომ ყველა სკოლაში თანაბრად უნდა გადანაწილდნენ, მაგრამ მშობლები, რომლებიც ცხოვრობთ ქალაქის ცენტრში, რომლებთანაც ახლოს არის საჯარო სკოლა და არის საშუალება იმისა, რომ ზამთარში დამატებითი პრობლემა არ შეიქმნას პატარა ბავშვთან მიმართებაში. აი ამ დროს ვაწყდებით, შეიძლება ვერ დავრეგისტრირდე, იმიტომ რომ ძალიან შეზღუდულია კონტინგენტი, ძალიან დიდია მოთხოვნა და ამჩა რომელ სკოლაზე კეთილ მე პირადად ჩემი ტერიტორიული არა მაქვს სხვა გართულება, ჩემი საცხოვრებელთან მახლობლად არის პირველი საჯარო სკოლა. მხოლოდ და მხოლოდ პირველი ალბათ ბუნებრივი სწორედ ამიტომ რომ ყველაზე მოთხოვნად სკოლა და პირველი მეორე მერვე ყოფილი, რამდენიმე სკოლა სახელდება. ანუ იქ სადაც მჭიდროდ არის დასახლებული, ანუ როგორ თქვა, მეზობლად არის სკოლა, მაგრამ მე შეიძლება ვერ ვატარო იქვე და პრობლემა შემექმნას. ანის რეგისტრაციის შემდეგ ყველა მშობელი ხო ვერ ახერხებს ონლაინ სივრცეს თანაბრად ფლობისგან. ძალიან ადამიანები, რომლებიც ხო თქვა, აი ამ პრობლემის წინაშე შეიძლება მე ეს არ გამიჭირდეს, მაგრამ ხვალიან ადამიანები მე მეზობლად მყავს ისეთი, რატომ უნდა დაიჭარბოს? ამ შემთხვევაში კარგი დახმარება გაუწიოს მშობელს. ჩვენ ვიწევთ მშობლებს, რომ ჩვენ დავარეგისტრირებთ, ჩვენ გაუწევთ ამ დახმარებას, იმიტომ რომ სკოლას აქვს 24 საათიან რეჟიმში ინტერნეტ მომსახურება, ძალიან კარგი კომპიუტერული კაბინეტი. მეორე ეტაპი შესაძლებელი არ არის სკოლები, მე ესე ვიცი. მეორე ეტაპზე ხდება ასეთ არეგისტრირება. მესამე და პირველ ეტაპზე სკოლას შეუძლია, თორემ მეორე ეტაპი აბსოლუტურად მშობლის პრეროგატივა თავიდან ბოლომდე. ხო, ალბათ თუ კი ვერ მოვახერხე, მეც თქვენი თქვენი თანამოძიარი გავხდები და არჩევას გავაკეთებ. სჯობს თუ კი მე გარეუბანში უნდა გავიყვანო, ან ტერიტორიულად სხვა, მაშინ მე მირჩენია მივიყვანო კერძო სკოლაში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ კერძო სკოლა და საჯარო სკოლა სხვადასხვა მიდგომა გვაქვს, შეიძლება ამ ეტაპზე და განსაკუთრებით დაწყებით პერიოდში, დაწყებით კლასებში თანაბარ განათლებას აძლევს. მე პირადად ასე უყურებ ყოველ შემთხვევაში, მე ვთვლიდი, რომ პირველი ეტაპისთვის საჯარო სკოლაში ბავშვებთან მეტ გარემოში, ანუ არ არის შაკეტილ სივრცეში, შეიძლება პატარა ჯგუფები ადამიანებს ურჩევნეთ. მე პირადად ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ურთიერთობა მეტად შეძლოს ბავშვმა, მისთვის უკეთესია საჯარო სკოლაში ბევრ ადამიანებთან ურთიერთობა. მეტი დრო დამრჩება დამატებითი აქტივობებისთვის. მე ასეთ გათვლას ვაკეთებდი, აი ამ გათვლებით მერჩევდა საჯარო სკოლაში მიმეყვანა და ამ შემთხვევაში ალბათ თუ კი ვერ მოვახერხებ, რა თქმა უნდა, მეც გავხდები კერძო სკოლის ისა. აი ხო შეიძლება გადახედოს განათლების სამინისტრომ აი ამ სისტემას, იმიტომ რომ ჩემს ბავშვობაშიც იყო, ჩემეც ვიყავი საჯარო სკოლის მოსწავლე, ჩემს დროს ამბობდნენ ჩემ მასწავლებლები, რომ შენ ტერიტორიულად ამერგათად ამ სკოლაში უნდა სწავლობდე, შენ ამ უბანს ეკუთვნე. და მაშინ კაცად იყო თანაც დაცული ეს. ძალიან იყო დაცული. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი კრიტერიუმია იმისთვის, რომ პირველ კლასელია, პატარა ბავშვია, სასწავლო პერიოდი ძირითადად არის შემოდგომა ზამთარი ზაფხული. პირველი, აი გავითვალისწინოთ უპირველესი რაც არის. ცივამინდებში და ასე შემდეგ. ბავშვს რატო უქმნის დამატებით პრობლემას და მშობელს ისი გადაადგილებისთვის. თორე ხა სხვა პრობლემა არ შექმნა. მნიშვნელოვანი საკითხი არის. ბუდიში ჩაგირთვებით, ბათუმი მაინც პატარა ქალაქია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაშორებული არ არის სკოლები. აი ესეთი კი არის, მე გეთანხმებით, ეს ხარვეზი არის ერთგვარად და ამას განათლების სამინისტროც აღიარებს, რომ ტერიტორიულად ახლოს მცხოვრები, აი მე მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ სკოლის გვერდით სახლში მცხოვრები მოსწავლე ვერ დარეგისტრირდა და ეს ძალიან ძნელია მშობლისთვის და არის რა თქმა უნდა, მაგრამ ბათუმში მაინც
ტერიტორიულად ახლოს არის სკოლები. მიუხედავად მაგისა ქალბატონელინა ვერ დაგეთანხმებით, იმდენად რამდენადაც ადამიანები, რომლებიც არიან ანუ თვითონ დაკავებული და დასაქმებულ რეჟიმში და ანუ 9 საათზე მათი სიწყება სამსახური, ძალიან ძნელია ტერიტორიული ნიშნით 6 წლის ბავშვი ჯერ მიიყვანო და ანუ რომელ საათზე უნდა გაიყვანო დატოვო და შემდეგ მაგრამ მე პირადად კერძო სკოლას არ ვეწინააღმდეგები, იქ გარკვეულწილად იქაც არის დადებითი და კარგი სწავლება, მაგრამ არის ოჯახები, რომელსაც საშუალება არ აქვს გადაიხადოს თანხა და ამ დროს მაინც ალტერნატიული სკოლები არსებობს. ბავშვები, რომლებიც საღად ჩემი შვილის თანატოლები საღად მოაზროვნე, ძალიან კარგი განვითარებული, თუმცა მის მშობელს ონლაინ სისტემასთან წვდომა არ აქვს, ის ვერ შეძლებს. ამის გამო შეიძლება ის ბავშვი დაიჩაგდოს და იმ სკოლაში ვერ მივიდეს და სადღაც ანუ აი ლოგიკას ვერ ხვდები. შეიძლება ურეხიდან, ასე რამოდენიმეჯერ ვამბობ, ურეხიდან, ქალაქის გარეუბნიდან, მე რამოდენიმე სკოლის დირექტორებისგან გამიგონია, რომ ჩემთან დადიონ გონიო და სარფიდან. ტერიტორიული სივრცე, ხო, არ არის შეზღუდული, ძალიან კარგია, მაგრამ არის მეორე შემთხვევა. მე რა ვქნა, მე წავიყვანო გონიოში, რომელიც ვცხოვრობ იმ სკოლის გვერდით, მე ვატარო გონიოში. კი ბატონო, მესმის, არ შეიძლება დიფერენცია, მასო უნდა რაღაც პრესტიჟულ სკოლაში, მაგრამ ვიჩაგრებით, ანუ ერთი მშობლის უფლება არის დაცული და მეორე არის დარღვევა. კი, მაგრამ მეზობლად ის იმ ადამიანს ვერ ვთხოვ, რომ იქნება მე დაგეხმარო ჩემი შვილის რეგისტრაციის პარალელურად, მინდა მეზობელსაც გავეხმარო, იმიტომ რომ ის ბავშვი შეიძლება დაიჩაგროს და იმ სადღაც რომელიმე სკოლაში შეიძლება და არ შეიძლება ვერც კი მოახერხოს დარეგისტრირება. საბედნიეროდ ჩვენ სტუდიაში ყავს იმ სკოლის წარმომადგენელი, რომელზეც ხათნა აკეთებს არჩევანს, ანუ პირველი საჯარო სკოლიდან, რამდენ ადგილზე აცხადებს წელს მიღებას და როგორია დაკომპლექტების სავარაუდო მოლოდინი, ანუ ჯერ პირველ რიგში ანუ ამ ეტაპის რეგისტრაციით რა მდგომარეობაა და შემდგომ რას ველოდებით. ხათუნა მე ძალიან ბევრი ლაპარაკა იმ შესახებ, რაც მე მინდა მეთქვა, ვიზიარებ ხათუნა თქვენ ჩივის და წუხარებას იმით, რომ ჩვენი სკოლის ტერიტორიაზე მდებარე მეზობელ სახლებიდან დადიან ბავშვები, ზოგი ხელვაჩაურშიც უწევთ სიარული, ზოგს უწევთ ქალაქის გარეუბანში და ჩვენი მოსწავლეები, ჩვენს გვერდით მყოფი მოსწავლეები იჩაგრებიან ამით. ძალიან კარგია ყველა ბავშვი ერთნაირი უფლებები უნდა ქონდეს, მაგრამ დარეგისტრირების დროს მეორადი დარეგისტრირება, როდესაც იწყება, არ არის ეს ერთნაირი უფლებები დაცული. ასწრებს ის, ვინც კომპიუტერთან უფრო დახელოვნებულია და დაოსტატებულია და ეს დარეგისტრირება 10 წუთში მთავრდება, მეორადი დარეგისტრირება. ისეთი მუშაობა მიდის იმ დროს, რომ მშობელი რჩება უკვე კონტინგენტი 125 მოსწავლე ყავს გათვალისწინებული 5 საკლასო და 125-დან დედმამიშვილებიც არის. ამ 25-ში არის დედმამიშვილები, აი დღეს 39-40-მდე ბავშვი დარეგისტრირდა. შარშან დაახლოებით 40% იყო დედმამიშვილი და თანამშრომლის შვილი. ვარაუდობთ, რომ წესაც ასე იქნება. ესე იგი 40-50% დაახლოებით იქნება დარჩენილი. მეორად დარეგისტრირებაში. რაც შეეხება ანუ წინაწლების რეგისტრაციას, ანუ იქ რამდენად ტერიტორიული ნიშანი იყო არ იყო გათვალისწინებული ტერიტორიული. გათვალისწინებული ბუნებრივი არა, მაგრამ რამდენად მოასწრეს თქვენი უბნის მაცხოვრებლებს. უმრავლესობა იყო რაიონებიდან, ხევაჩაურის რაიონებიდან და ისეთ პრობლემებს ქმნის სკოლაში, ბავშვები იქვიანებენ, ტრანსპორტით მოდიან და რატომ ეკონომიური პირობებიც არ აქვს სკოლის მეზობლად ცხოვრებ ბავშვს, იმას ტანსაცმელიც უნდა ზამთარში, ფეხსაცმელიც უნდა, ტრანსპორტის საშუალება არ აქვს, ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და რაღაცა პროცენტი მაინც ახლომდებარე ქუჩები მაინც განისაზღვროს, საიდანაც შეიძლებაოდეს ბავშვების მიღება ძალიან კარგი იქნება. უკაცრავად თუ კი იმავე რეჟიმში გაგრძელდა რეგისტრაციის კანონში ცვლილება არ შევიდა, ავტომატურად გამოიწვევს უკვე მიღებული კონტინგენტი, რომელიც ქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან არის, იმას რომ მომდევნო წლებში ის 30-40%-იანი კვოტა, რომელიც ნათესავებითა და დაძმებით კომპლექტდება, უკვე ავტომატურად ისევ იგივე კატეგორია მოვა და ასე რომ ახლომდე ამიტომ პირველადი რეგისტრაციის დროს იყოს გათვალისწინებული გარკვეული პროცენტი ასეთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მშობელთათვის.
ანუ თქვენ ისე ზოგადად არ ვიცი როგორ არის თვითონ განათლების სამინისტროს თქვენ რომ მიმართოთ საჯარო სკოლებმა თქვენგან რომ მოხდეს აი ამისი ვთქვათ ხო წინადადების წამოყენება იმიტომ რომ თქვენ თვითონ პრაქტიკულად აწყდებით ხო მსგავს პრობლემებს ხართ მეორე წინადადება მოხდება ამას ძალიან გაიზრდება კონტინგენტი ჩვენთან ძალიან გაიზრდება ინფრასტრუქტურა სკოლაში იმიტომ რომ დასახლება ძალიან მჭიდროა ქალაქის კონტინგენტი კი არ გაიზრდება თქვათ რეგისტრაციასთან რომ იყოს გათვალისწინებული ტერიტორიული ნიშანი როგორც იყო თავის დროზე ისე როგორც გათვალისწინებულია დედმამიშვილის ნიშანი იყოს რომ გათვალისწინებული მე მეთანხმები ამას მაგრამ შუზეც არ არის ეს შეღავათი პირველ ადგილას რომ არის წამოწეული დედმამიშვილი ამასაც თავისი დადებითი და სწორი ბუნებრივია მაგრამ ამას გამოსაწევი პატარებაში ვიდო თავი ახლა პრობლემა გადავდო ხო მეორე შულზე ეს პრობლემა უკვე აღარ მოგწევს დედმამიშვილი სკოლაში ეყოლება მაგრამ თვითონ საჯარო სკოლებიდან რომ მოხდეს ინიცირება განათლების სამინისტროში პრაქტიკიდან გამომდინარე ალბათ უფრო უნდა დაგიჯერონ იმიტომ რომ თქვენ პრაქტიკულად ხდებით ამას აწყდებით ჩვენ მშობლები შეიძლება პირველ ერთხელ ხდება მსგავსი პრობლემის წინაშე დგება მაშინ შეიძლება ვისაუბრებთ და დამთავრდეთ ამაზე უკვე მე აღარ ვსაუბრობთ აღარ არის ან მოკლედ ან ვეგუებით და თვითონ სკოლებიდან ალბათ თვითონ სამინისტრო ითვალისწინებს როდესაც რაოდენობას საზღვრავს ითვალისწინებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას აი ამას ითვალისწინებს სკოლას ვერ შესთავაზებს განათლების ვერ გაუზრდის როცა შესაბამისი საკლასო ოთახების რაოდენობა ბაზას არის სრულებას ითხოვს რა თქმა უნდა რაოდენობაზე ჩართვა იქნებ შემდგომ ანუ ვისაუბროთ რაღაცა შეიძლება კითხვა დაუწყო ახლა ჩვენ სკოლაში იმდენად გაიზარდა კონტინგენტი რომ უკვე არ გვაძლევს საშუალებას მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომ მიიღოთ ზედმეტი მოსწავლეები შარშან თუ 6 კლასი გავხსენით წელს მხოლოდ 5 საშუალება რომ გავხსნათ მხოლოდ ეს იქნება შეღავათი რომ თქვენნაირ მშობლებს მიეცეს საშუალება რომ პირველადი დარეგისტრირების დროსაც გაითვალისწინონ ეს სკოლასთან ახლომდებარე ქუჩების მოსახლეობა ну ამ ჩვენ სტუდიაში ორი სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმომადგენელი ყავს ბუნებრივია სხვადასხვაგვარი პრობლემები ერთი პრობლემაა ის რომ თქვა ტერიტორიული ნიშნით ვერ ხვდებიან მეორეში შეიძლება იყოს ის პრობლემა ну რომ თქვა გადინება მოხდეს იმ ტერიტორიული უბნიდან თუმცა ჩვენ თავის ანუ გადაცემაზე მუშაობის დროს ბუნებრივია მოვძებნეთ სკოლები რომელსაც აქვს დაკომპლექტების პრობლემა სამწუხაროდ სტუდიაში მათი ანუ იმ დირექტორების მოყვანა რაღაცნაირად ვერ მოხერხდა თქვენი შემთხვევა ქაბოტნერინა არის ცოტა სპეციფიკური რამდენადაც ანუ თქვენ გარკვეული გარეუბნის სკოლა და თანაც რაღაც ანუ ბარცხანის დასახლება არის რაღაც ტერიტორიული თალკე ნიშანი ცოტა ისეთი თქვენთან როგორაა დაკომპლექტების პრობლემა წელს რამდენ ადგილზე ვაცხადებთ და ზოგადად თქვენი კონტინგენტი ვინაა ჩვენი 500 მოსწავლემდე ორი პირველი კლასი იხსნება დიახ წელს და ყოველ წელს ესე არის წელს არ იცვლება რაოდენობა იმიტომ რომ ეს სკოლა ემსახურება იმ მოსახლეობას რომელიც მის ირგვლივაა დასახლებული არის ქალაქიდან რამოდენიმე მოსწავლე დადის ან მასწავლებელი შვილი ან საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა გადავიდა ქალაქში მაგრამ მაინც სკოლას ვერ შეელი არის ესეთი შემთხვევები მაგრამ ძირითადად სკოლა ემსახურება მარცხანის დასახლებას და კონტინგენტი არის სტაბილური რაოდენობა არის ერთი და იგივე 50-მდე ბავშვს ღებულობთ პირველ კლასში აი მაშინაც კი როცა 30-ის მიღება შემეძლო პირველ კლასში სტაბილურად 50-მდე 46 მივიღეთ შარშან 23 მოსწავლე პირველ კლასში და არის ძალიან მშვიდი და ძალიან კარგი ატმოსფერო ამ მხრივ არის გადინებაც კი არის ოჯახები რომელთაც ქალაქის სკოლებში აქვს სურვილი წამოიყვანონ თავიანთი შვილები თავიანთი ნებაშვილი სადაც შეიყვან არწებენ იმ ელექტრონულ დარეგისტრირებას ახერხებენ როგორღაც და ეს არ არის ძალიან დიდი რისკი თქვენ თუ იზიდავთ სხვა ვთქვათ კიდევ თქვენი გარეუბნიდა ვთქვათ იგივე სალიბო განაპირა სოფლებიდან სკოლა არ არის თვითონ შენობაც არ არის დიდი და საკლასო ოთახების რაოდენობა ეხლა საკმარისია სრულიად რაც მაქვს ძალიან არ ვცდილობთ რომ არც იქნება სრული მე თავისით არის ბენზეს დასახლებიდან რამოდენიმე მოსწავლე დადის და ბონის დასახლება ახლომდებარე აი მეზობელი დასახლებებიდან არის ამერინელი მოსწავლე მაინც არის ადგილობრივი თუ არის დაკომპლექტებასთან პრობლემა თქვა აცხადებთ 50 ადგილზე სტაბილურად ყოველთვის აკომპლექტებთ თუ რჩება ვაკანტური ადგილი რჩება ახლა შაშან 6 ადგილი დავრჩა იყო ადგილი
შაშანწი ცოტა უფრო მეტი. იმიტომ რომ საბავშვო ბაღში ხის რაოდენობით საზღვრავ აი რა რაოდენობა შეიძლება გახდეს ჩემი მოსწავლე. და ამით ახერხებ დაახლოებით აშხება პირველ სკოლას თუ რჩება ვაკანტური ადგილი? არ რჩება. რომ განათლების სამინისტროს თანაბაწაღან ვახსენეთ თანაბარი ვაუჩერიზაცია ალბათ, იმიტომ რომ ადამიანები წავიდნენ აი ესეთ ქუჩად, მაგრამ მე ვერ წავალ პენზელში. პენზელმა არ უნდა ირჩიოს პირველი სკოლა. აი რაღაცნაირად შეიძლება გამიგეთ სწორად რაც გააკეთე. აქვს არჩევანის უფლება მაგრამ იცით რა რატომ არ უნდა ირჩიოს? იმიტომ რომ მისი ბავშვი არ უნდა გააჭვალოს გზაში სკოლაში მისვლამდე. იმისთვის რომ მან უნდა ენდოს ყველა სკოლის პედაგოგს თანაბრად. იმიტომ რომ განათლების არ ვიცი შეიძლება არ ენდობა, მაგრამ არის მეორე მომენტი. ის რომ არის პრესტიჟული, ამის გარდა არის სკოლა, ანუ პედაგოგები ყველგან თანაბრად უნდა. ყველა პედაგოგი თანაბრად უნდა შეაფასოს. ეხლა მე მქონდა ესეთი შემთხვევა წელს, ეხლა ამ სასწავლო წელს პირველი კლასელი ვერ დარეგისტრირდა ქალაქის სკოლაში, საპრესტიჟო სკოლაში, სადაც მოვიდა მესამე ეტაპზე ჩემთან. მაგრამ როდესაც დაინახა მისი შვილი ზის 23 მოსწავლეში და რაოდენობა არის ისეთი კარგი რაოდენობა, რომელიც სამუშაო ძალიან და არა 35 ბავშვი, 35-15-ია ჩემი შვილის საჯარო სკოლის ერთ-ერთ სკოლაში. და ეს ამიტომ დროულად სამინისტრომ გააკეთა ის სკოლაში მოხდება, რომ დახუთამდე დაიყვანა მოსწავლეთა რაოდენობა დამეთანხმებით არა რომ ძალიან ბევრია პირველ კლასში 35 ძალიან მასწავლებელისთვის ეს არის ძალიან მე მინდა ახლა თეონთან თუ ტერიტორიულ ნიშანს მიმაგდებით ანუ კერძო სკოლა რომელზეც თეონამ გააკეთა ჩვენ თუ ტერიტორიულად მასთან ძალიან ახლოს თუ კერძო სკოლის შემთხვევაში ამაზე უკვე ხუჭავს თვალებს და თქვა აღარ ვაკეთებ გადაცემის ფორმაც არ მინდა რეკლამაში ჩამოთვალოს ამიტომ შეგნებულად თავს ვეკავებ იმ სკოლის დასახელებისგან რომ სკოლაში ჩემი შვილები სწავლობენ და ამიტომ ზოგადად კერძო სკოლების შესახებ ვისაუბრებ თუ კი ამას უფლებას მომცემთ იმდენი კერძო სკოლა არის უკვე ქალაქში რომ არჩევანის გაკეთება გეოგრაფიული ნიშნად შეიძლება კერძო სკოლებს შორის დასაკვირველია ბევრ კერძო სკოლას აქვს ის სერვისი რომ თვითონ ემსახურება ტრანსპორტი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის რაც შეეხება კონკრეტულად ჩემ არჩევანს საკმაოდ ახლოს მდებარეობს სახლთან მაგრამ ჩემი არჩევანის ძირითადი პრინციპი მაინც გახლდათ ის დამატებითი სერვისი რასაც ეს კონკრეტული სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს და ეს გახლავთ ენის დიპლომი გერმანულ ენაში რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და არა თუ დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ბათუმში არის არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბის თუ რაღაც 4-5 სკოლა იძლევა ამ საშუალებას ერთი თელავში 4 თბილისში და ერთი ბათუმში ეს აძლევს საშუალებას სკოლის მოსწავლეებს რომ უკვე მე-9 კლასიდან წელს პირველად ჩააბარონ გერმანული ენის დიპლომის პირველი კატეგორიის გამოსდა რაც გერმანულ კოლეჯში უფასო სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს და მე-12 კლასში კიდე ჩააბარონ გერმანული ენის დიპლომის მეორე კატეგორიის გამოსდა რაც ანიჭებს მათ C1 დონის სერტიფიკატს ენისას რაც ფაქტურად თანაბარ პირობებში აყენებს გერმანელ ბავშვებთან და შეუძლებს გერმანულ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ საბუთების გაგზავნით გააგრძელონ სწავლა. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, როგორც უკვე გითხარით, საერთო ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ათვისების ხარისხის გაზრდა იყო ძალზე მნიშვნელოვანი და ამიტომ გავაკეთეთ არჩევანი. თუმცა უმრავლესობა კერძო სკოლის სასიკადულოს უნდა ითქვას, რომ ყველა სკოლას აქვს უკვე ასე თუ ისე თავისი ნიშა ნაპოვნი, რითიც ის გამოირჩევა არა მხოლოდ საჯარო სკოლებისგან, არამედ სხვა კერძო სკოლებისგან და შვებელი უკვე არჩევანს აკეთებს იმის მიხედვით. არის სკოლები, სადაც გახარჯებული ჯგუფები არის შემოთავაზებული, ძალზე კარგი ხარისხით, კარგი სამზარეულოთი, კარგი დამატებითი გაკვეთილებით, სკოლები, სადაც სპორტული აქტივობები არის. ჩვენს კონკრეტულ სკოლაში აქცენტი გავაკეთეთ უცხო ენის სწავლებაზე, როგორც გითხარით და ზოგადად როგორც ანუ კერძო სახელი უნდა აკმაყოფილებდეს, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში გარემოს და ყოველთვის ვიძახი, რომ კერძო სკოლა უნდა იყოს ძალიან კონკურენტუნარიანი, პირველ რიგში გარემოთი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბინებში იხსნება სკოლა. რაც შეეხება გარემოს, რამდენიმე კერძო სკოლა უკვე არის ბათუმში და კონკრეტულად ის კერძო სკოლა, სადაც ჩვენ დავდივართ, აბსოლუტურად შეესაბამება სკოლის ყველა სტანდარტს, აქვს თავიანთი შენობა, აქტუალური
პრეროგატივაა ხო აკრედიტაცია არის ავტორიზაცია და აკრედიტაცია ბიოხია და როდესაც თუნდაც კერძო სკოლას უკვე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, 15 წლიანი გამოცდილება, ეს უკვე საშუალებას აძლევს იმას, რომ იყოს შეკრული კოლექტივი, ისევე როგორც საჯარო სკოლებში და სკოლას ყავდეს მუდმივი პედაგოგიური ჯგუფი, რომელიც წლების განმავლობაში უკვე მუშაობს ერთმანეთთან კარგად, გუნდური პრინციპით მუშაობს ბავშვებთან, იზრდება თაობები და აი ამ მხრივ სხვანაირად კონკურენცია ტრადიციულ კერძო სკოლებს თუ კი 10 წლიან ტრადიციას უკვე ტრადიცია შეიძლება დავარქვათ, საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს ბავშვების მასშტაბით. ეს ის შემთხვევაში ხათ ალბათ თქვენ უნდა მოგვართოთ ახლა იმ შემთხვევაში როცა თქვათ მშობელს აქვს საშუალება ნუ ბოლო ყველანაირ საშუალებას ეძებს იმისთვის რომ და თქვათ არ თქვას უარი ბავშვის განათლებაში ჩადოს რაღაც გარკვეული თანხა თუმცა და თქვენ გააკეთეთ განაცხადი რომ თუ ვერ მოხდებოდით ამ შემთხვევაში პირველ სკოლაში რომელიც თქვენთვის ყველაზე მისაღებია ტერიტორიული ნიშნით წაიყვანთ საჯარო სკოლაში თქვათ არ გაქვთ კერძო სკოლაში უკაცრავად თქვათ არ გაქვთ ამის საშუალება მაშინ რა გზას მიმართავთ ხო, ალბათ მაშინ მესამე ეტაპზე გადაჭედა სკოლები, ხო. გადავხედოთ ახლა მეც არჩევას განათლების სამინისტრო, ანუ ის წესი რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს, მეტი არჩევანის საშუალებას არ გვაძლევს, ხო? მესამე ეტაპზე სადაც იქნება დარჩენილი ადგილები, ბავშვი დატოვ, ხო, თუ კი არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, მაშინ არჩევანი უნდა გაკეთო ისე საჯარო სკოლაში, რომელშიც არიან ნაკლები არ არის, თქვათ, არის ვაკანტური ადგილი და შეიძლება დარეგისტრირდა, მაგრამ აი მე ძალიან მომწონს მიდგომა, მაგალითად მე მესმის, რომ ბევრ რაღაცას უნდა მიექციო ყურადღება, თუმცა მე ვფიქრობდი, რომ დაწყებითი, მე მაქვს ესეთი შეხედულება, დაწყებითი კლასები, დაწყებითი განათლება ბავშვმა საჯარო სკოლაში რომ მიიღოს, მას შემდეგ მას მივცეს საშუალება, რომელი აქტივობები აირჩიოს გარეთ. ან ვთქვათ, იქ სასახლეში თავად შეერჩიოს, რომელი მოსწონს. შეიძლება მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, მაგალითად, მერჩივნა ქსოვაზე მევდო, ვიდრე ხატაზე, თუმცა მშობელმა არჩევანი ხატაზე გაკეთა. ანუ აი თვითონ მე მინდა რომ დამოუკიდებელი იყოს. ამისთვის აი თავისი არჩევანის გაკეთებისთვის, თავისი მეს დასაკმაყოფილებლად ბავშვს საშუალება უნდა მივცე და უნდა მივცე სწორედ აი ამ პერიოდში. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჯარო სკოლა მე ხელს შემიწყობდა და სხვა დანარჩენი ჩანაფიქრისთვის და სერიოზული განათლების მისაღებად, რა თქმა უნდა, მე-5 მე-6 კლასიდან, როდესაც თავარი იქნება ენა, თავარი იქნება რაღაც. აი ამ შემთხვევაში მე უკვე ვფიქრებ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება აი ამ 4 წელიწადში ძალიან ბევრი ისეთი ახალი შემოვიდეს, რომელმაც ძველებს საჭიროებს ან ძველებმა იმდენად გაიმყარონ თავეთ მდგომარეობამ, ამ შემთხვევაში იმაზე გავაკეთო არჩევანი. ეს 4 წელი ჩემი ბავშვის და ჩემი არჩევანისთვის მჭირდებოდა და მე ვთვლიდი, რომ საჯარო სკოლა ამ ეტაპისთვის ჩემთვის კარგი იყო. შეიძლება იმდენად მომეწონოს ის საჯარო სკოლა და იმდენად მომეწონოს იმ გარემოში, რომ დავტოვო ბავშვი იქ, მაგრამ ანუ ამისთვის ამის საშუალება მე მომცესო და განათლების სამინისტრომ თუნებას დამთავრდა ორ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ პირველ რიგში კერძო სკოლა ბუნებრივია ყოველთვის ასოცირდება დამატებით ფინანსებთან რაც ოჯახმა უნდა გაიღოს მაგრამ ასევე კონკრეტულად ერთ-ერთი კერძო სკოლის მაგალითზე მინდა გითხრათ არსებობს ჯგუფი სოციალურად დაუცველი ბავშვებისა რომელსაც უფასოდ სთავაზობს სკოლა სწავლას გათავისუფლებული არის სწავლის გადასახადებისაგან არსებობს სტიპენდიის რამდენიმე კატეგორია რომელიც მართალია სრულად ვეფარავს თავიანთი სწავლის გადასახადს მაგრამ არის თუმცა აქაც ერთ ძალიან საინტერესო ლაფსუსს წააწყდა სკოლა სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელი შვილი რომელიც მიიღო მან დაასწავლის უფასოდ განათლების სამინისტრომ არ გასცა მასზე ის ბუქი პირველი კლასელისათვის რაც ზოგადად კერძო სკოლის ბავშვებისათვის არ არის გათვალისწინებული სიმართლეზე ცოტა გულდასაწყვეტი არის იმიტომ რომ რა დააშავეს განაის ბავშვები არ არიან საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად რომ რაღაც დამატებით თანხას იხდის მშობელი მათ სწავლა განთავეს ისინი ჩვეულებრივი ბავშვები არიან ისევე ხალისობენ ბუქის ქონას მართალია შემდეგ სკოლა თავისი სახსრებით შეიძინა და იქ სარგებლობისთვის აქვთ მაგრამ საჩუქრად ამ ბავშვებს არ გადასცემიათ არც ბუქები და არც სახელმძღვანელოები როცა სხვა პირველ კლასელებს გადაეცა და ესე ცოტა უცნაური მიდგომა არის სიმართლე გითხრათ სახელმწიფოს მხრიდან ინფორმაცია უბრალოდ არ არის ალბათ ინფორმაცია მიტანილი საზოგადოებამდე სოციალურად დაუცველ ოჯახებს თუ კი რომლებიც ორიენტირებული არიან კარგი განათლება მისცემ ბავშვებს უნდა იცოდნენ რომ მას შეუძლია მიიყვანოს ბავშვი კერძო სკოლაში და იქ განათლება მისცეს ეს ინფორმაცია ჩართვა გვაქვს თბილისიდან მე თქვენთან კიდევ მაქვს შეკითხვები ოღონდ ვიდრე გავაგრძელებდეთ და საბოლოოდ შევაჯამებდეთ მოვისმენოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მარცხისა და განვითარების დეპარტამენტის უფროს ქალბატონ ნინო კვიტაიშვილს
რომელიც ანუ გადაცემის თემასთან უბრალოდ ონლაინ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ჩვენ შეკითხვებს გასცემს პასუხს. მოგესალმებით, ქალბატონო ნინა. მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ სტუმრებსაც. დიდი მადლობა თქვენ სტუმრებსაც და ტელემაყურებელს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო ნინო, გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს თქვენი დატვირთული რეჟიმის შემდეგ მოხდა, ანუ თქვენი ჩართვა. ბუნებრივია, ანუ ჩვენი ძირითადი კითხვები ეხება სწორედ ონლაინ რეგისტრაციას. დღეს დაიწყო რეგისტრაციის პირველი ეტაპი, რომელიც შედარებით კი არა უმტკივნეულოა მშობლებისთვის, თუმცა ყველაზე მტკივნეული ეტაპი იწყება შემდგომ. რა პრობლემების შესახებ გსმენიათ თქვენ და თუა თქვენთან ან თუ ყოფილა მომართვის შემთხვევები იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რასაც აწყდებიან მშობლები ელექტრონული რეგისტრაციის დროს? შეამოვნებით უპასუხებ კითხვას. ბუნებრივია ჩვენთვის ცნობილია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მშობლებს შეხვდათ წინა პერიოდში, წინა წლებში ონლაინ რეგისტრაციის დროს. ონლაინ რეგისტრაციის პერიოდი მოგეხსენებათ უკვე მეორე ეტაპია ძირითადი რეგისტრაციისათვის და იგი საყოველთაო რეგისტრაციის სახელითაა ცნობილი. ბუნებრივია, რომ ამ პერიოდში რეგისტრირდება ნებისმიერი მსურველი და ვადაც თქვენთვის დარწმუნებული ვარ, რომ ცნობილია 20 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით პერიოდი და პრობლემები, რომლებზეც ალბათ თქვენ მიგვანიშნებთ, მდგომარეობს იმაში, რომ ყველა მსურველი ვერ რეგისტრირდება მისთვის, ასე ვთქვათ, მისაღებ საჯარო სკოლაში. სწორედ ამიტომ ჩვენ პრევენციულად გავატარეთ გარკვეული, ასე ვთქვათ, ღონისძიებები და გვაქვს ლიმიტები გაზრდილი რაოდენობით, ანუ ლიმიტში ვგულისხმობ პარალელური კლასების რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რომ მოგეხსენებათ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა მომავალი სასწავლო წლიდან მცირდება და ბუნებრივია ამაზე დაფუძნებით ჩვენ გარდა ამისა გვაქვს გარკვეული კვლევის შედეგები ზოგადად რამდენ პირველ კლასელს ველოდებით საქართველოს მასშტაბით და სწორედ ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩვენ გავზარდეთ სკოლებში ლიმიტების რაოდენობა. დიახ, ქალბატონო ნინო, ერთია ლიმიტის გაზრდა, მაგრამ ეს არ არის შეღავათი და გამოსავალი იმ მშობლისთვის, რომლის ერთ-ერთი კატეგორია ჩვენ დღეს სტუდიაში გვიზისან, ბუნებრივია, ალბათ თქვენ თვალს ადევნებდით, რომელსაც უნდა ტერიტორიული ნიშნით პირველ სკოლაში მოხვედრა, თუმცა აქვს რეალური შიში იმისა, რომ ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ვერ მოხდეს, ანუ ვერ მოახერხოს რეგისტრაცია, თუნდაც იმ ელექტრონული, ვთქვათ, პრობლემებთან და რეგისტრაციის პრობლემებთან დაკავშირებიდან დაასწრონ და უბრალოდ მოხდეს უცებ დაკომპლექტება. ან ტერიტორიულ ნიშანს გულისხმობთ ამ პრობლემებზე თქვენ თუ ფიქრობთ და თუ ვთქვათ რაღაც სამომავლო გეგმებით? ჩვენ ორი ტიპის პრობლემის შესახებ ვიცით ზოგადად, როცა მშობელს არ აქვს წვდომა თუნდაც ასე ვთქვათ კომპიუტერთან, ინტერნეტთან და ასეთ შემთხვევაში ასეთ მშობლებს ეხმარება სკოლა ან შესაბამისი რესურს ცენტრი და მეორე, რასაც თქვენ ბრძანებთ, ბუნებრივია, რომ ერთი სკოლა, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა ყველა მსურველს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ როცა იგი ლიმიტს აწესებს, რამდენი პარალელური კლასი შეიძლება გახსნას, ითვალისწინებს სკოლის ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, ანუ იმ შესაძლებლობებს, რა დატვირთით შეუძლია სკოლას მუშაობა და შესაძლოა ყველა მსურველი ვერ დაკმაყოფილდეს კონკრეტულად, როგორც თქვენ ბრძანებთ. თუმცა საქართველოს მასშტაბით ჩვენ არ გვაქვს ისეთი მოცემულობა სკოლების მდებარეობისა, რომ რომელიმე უბნის მაცხოვრებელმა ახლო მდებარე სკოლაში ვერ შეძლოს რეგისტრაცია. თუმცა ასეთი შემთხვევები არის ჩვენთან სამწუხაროდ ცოტა რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე იყოს. ანუ ალტერნატიული ვარიანტი ყოველთვის არსებობს, ხო? ანუ ამის თქმა გინდათ, რომ ყოველთვის არსებობს ალტერნატიული. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თქვა ხელვაჩაურიდან უფრო აქტიურად რეგისტრირდებიან. ხო, სამწუხაროდ მშობლები, ანუ სამწუხაროდ არა, ნუ მშობელს აქვს უფლება და სარგებლობს ამ უფლებით, მაგრამ იჩაგრება მეორე მშობელი. ქალბატონო ნინო, ამ შემთხვევაში, ანუ რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამომავლოდ თუ ფიქრობთ და ხომ არ არის დაგეგმილი, ვთქვათ, რაიმე ტიპის ცვლილებები, იგივე თუნდაც ამ ნიშნის გათვალისწინება, ისე როგორც ეხლა დედმამიშვილის ფაქტორი, ან ვთქვათ, რაღაც ესეთი ფაქტორებია გათვალისწინებული, დიახ, სამომავლოდ თუ რაიმე დაგეგმილი მომავალი პირველი კლასელებისთვის მაინც.
მოგეხსენებათ, ნებისმიერი ცვლილება გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს უნდა ეფუძნებოდეს. სრულიად ნათელია, რატომ არის პირველ ეტაპზე დაშვებული ეს სამი კატეგორია, რომ არ შეიზღუდოს დედმამიშვილის, ასე ვთქვათ, უფლება ერთ საჯარო სკოლაში, რომ მშობლისთვის იყოს ეს კომფორტული და აქ რა თქმა უნდა ობიექტურია გარემოება, იგივე პირველ ეტაპზე, როცა თანამშრომელთა შვილები რეგისტრირდებიან და როცა ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი შვილი რეგისტრირდება. აი ასეთივე ობიექტურ გარემოებებს თუ დაეფუძნება ინიციატივა, ბუნებრივია იგი იქნება განხილული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე რეგისტრაციის ეს ფორმა არის მაქსიმალურად ობიექტური და ხელს უწყობს ყველა მსურველს მაქსიმალურად თავისი ნება დააფიქსიროს. ქაბატონინა, ჩვენ დღეს გვინდოდა ინფორმაციის მოძიება ადგილობრივ დონეზე, ანუ რესურსის ცენტრიდან და სამინისტროდან, თუმცა არის საკითხების რაღაც ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს დონეზე სამწუხაროდ ინფორმაცია არ არსებობს. აი იმ მშობლებისთვის ჩვენ ერთ-ერთი სტუდიაში ესეთი ყავს, რომელმაც თქვა, რომ თუ ვერ მოხდება ამ კონკრეტულ სკოლაში, წაიყვანს კერძო სკოლაში. ხომ არ არის, ხომ არ ვუღებთ კერძო სკოლის კარებს ამითი, როცა ვთქვათ, ვერ იქნება გათვალისწინებული ტერიტორიული ნიშანი და ვერ მოხდება მისი შვილი მისთვის სასურველ კონკრეტულ სკოლაში. ან ტერიტორიული ნიშნით აღარ მიყავს სხვაგან. ხომ არ არის ეს დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იმისთვის, რომ კერძო სკოლისკენ გადინება მოხდეს ბავშვების? ან ხომ არ არის ამაზე ვთქვათ რაიმე ტიპის სტატისტიკა? ბუნებრივია მშობლის ნება ის სად შეიყვანს შვილს, ასე ვთქვათ, სწავლების მიზნით. და თავისთავად მშობლის ნებას ის კერძო სკოლას აირჩევს თუ საჯარო სკოლას ვერავინ შეზღუდავს. თუ გამოწვეული იქნება იმ გარემოებით, რომ სადაც მას სურდა რეგისტრაცია მან ვერ მოახერხა, იქ დარეგისტრირება, მე კვლავ განმეორდები და ვიტყვი, რომ როცა თქვენ ბრძანებთ ტერიტორიულ პრინციპს, ჩვენ გვაქვს ერთ ტერიტორიულ, ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში ყოველთვის ალტერნატიული სკოლის საშუალება. აქედან გამომდინარე, მე პირადად ობიექტურად ვერ მივიჩნევ იმ გარემოებას, რომ პირობითად რაღაც N სკოლაში ვერ რეგისტრირდება და B სკოლაში, რომელიც ზუსტად 100 მეტრში მდებარეობს, უბრალოდ არ სურს მშობელს რეგისტრირება და ამიტომ მიყავს კერძო სკოლაში. ეს ჩემთვის არ არის ობიექტური გარემოება, იმიტომ რომ განათლების სისტემა სთავაზობს მშობელს სწორედ ტერიტორიული პრინციპის დაცვითაც მაქსიმალურ ლიმიტებს ახლო მდებარე სკოლების გათვალისწინებით. სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით თბილისში ცოტა სხვა სპეციფიკა აქვს. ბათუმის მაგალითით თუ ვიმშერებთ, რაღაც ერთ ზოლშია ყველა ისეთი ცოტა პრესტიჟული სკოლაც, რომელიც უფრო სწრაფად ივსება და თან ყველაზე მოთხოვნადი რომელიცაა, ტერიტორიული ნიშანი აქ ბუნებრივია მართლა განსაზღვრელია. მე საერთოდ მოვერიდებოდი სიტყვა პრესტიჟულის გამოყენება. სამწუხაროდ მშობლებისთვის ეს არსებობს და უბრალოდ მე დავესესხე მას. მოთხოვნაც უფრო დავეთანხმე. ქაბატონინო, ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ცვლილებები, განათლების სფეროში რეფორმის თვალსაზრისით. ორ მათგანზე თქვენ ერთ-ერთს უკვე შეეხეთ, სამომავლოდ 25 მოსწავლეს კლასში, რაც მართლა მისასალმებელია და ჩვენი სტუმრები აქტიურად საუბრობდნენ დღეს ამ ფაქტის დადებით მხარეზე და მეორე ასაკობრივი ზღვარის ისევ მომავალი სასწავლებლისთვის გაზრდა. თუ შეიძლება ძალიან მოკლედ რომ ვისაუბროთ, რამ განაპირობა ამ ცვლილებებს, ჩვენთვის კი მისახვედრი რამ განაპირობა, თუმცა ამას თუ ედო საფუძვლად ან თქვათ რაიმე ტიპის კვლევები ან რა ფაქტორებმა განაპირობა, იქნებ იმან რომ თქვათ 30 და 35-იან კლასში განათლების ხარისხი არის დაბალი და ამ ტიპის კვლევებმა. თქვენ თავად გაიცით კითხვას პასუხი, ბუნებრივია ეს ეფუძნება კვლევებს, ეს ეფუძნება გარკვეულ შიდა სამუშაო შეხვედრებს და გარდა ამისა, ბუნებრივია ხარისხზეც პირდაპირ პროპორციულად თუ შეიძლება ასე ითქვას, მოქმედებს მოსწავლეთა რაოდენობა. თქვენ თავად უპასუხებთ დასმულ შეკითხვებს. რაც შეეხება 6 წლიან სწავლებას? 5 წლიანთა მიღებას უფრო სწორად? დიახ, ეს შეზღუდვა სწორედ რომ ამ კვლევების საფუძველზე დაწესდა, თუმცა გარდამავალ პერიოდში მიჩნეული იქნა, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები წელს შეძლებენ დარეგისტრირებას პირველ კლასში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. სამომავლოდ ბუნებრივია იგეგმება კონკრეტულად 6 წლის ასაკი. დიახ, რეგისტრაციის პერიოდამდე.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის და წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა. დიახ, ჩვენ ალბათ ძალიან მოკლედ გავაგრძელოთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ანუ ჩვენი გადაცემის ძირითადად ნაწილზე საუბარი, თუმცა სამინისტროს პოზიცია მაინც ასეთია, რომ ცვლილებას არ საჭიროებს, იმიტომ რომ ალტერნატივა თუკი ინიციატივა იქნება, კანონს რომელსაც რაღაც სხვა მხარე არ იქნებოდა 100%-იანი იქნება ყველანაირად. თუმცა ეს არის ერთადერთი ნიშანი, რომელიც საზოგადოებაში ძალიან აქტიურად ისმის, ეს არ არის თქვა, ხოლო ხათუნებზე ერთეულშობლები. საგულისხმო ფრაზა, რომელიც ხელშესაჭირი დარჩა ჩემთვის, რომ ინიციატივა თუ იქნება განვახორდეთ, თუ შეიძლება გავარკვიოთ, ვინ უნდა იყოს ამ ინიციატივის ინიციატორი, რომ მიმართოს განათლების სამინისტრომ, რომ აი პირველ რიგში ტერიტორიული მოწყობაც შევიდეს, ამის გარკვევა შეიძლება, ამის ინიციატივის წარდგენა შეიძლება და რა თქმა უნდა შემდეგ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. მე მგონი შეიძლება ამაზე მსჯელობა თუნდაც. ალბათ ოღონდ ეს ინიციატივა უნდა იყოს დასაბუთებული. ვისგან დამოდიოდეს ეს სკოლებისგან? ხო ეს აღარ ვიცი ხა ეს როგორ უნდა მოხდეს ამ ინიციატივის წარდგენა შეიძლება მშობლებისგანაც შეიძლებადეს მე ვიქნებოდი მისი ორგანიზატორი რაღაც მსგავსი რაღაც წინადადებით თვალს პარლამენტს ან განათლების სამინისტროსთვის მიგვემართა რომ ამისთვის ეფიქრათ და ეზრუნათ იმიტომ რომ მე ვამბობ მხოლოდ ჩემი გადასახედიდან არ ვამბობ მე მოვიყვანე მეზობლის მეგობრის ანუ ძალიან ბევრი მსგავსი ფაქტების გამო არ არის ჩემს როგორც ამბობს ტერიტორიულად მე სხვა ალტერნატიული სკოლა არ მაქვს ახლოს მე მაქვს სასულიერო სემინარია იქვე მეზობლად მდებარე სემინარიასა და საჯარო სკოლას შორის არჩევანი მე რატომ უნდა გავაკეთო და როგორ ეს უკვე რა თქმა უნდა ჩემი გადასაწყვეტე ხო ამ შემთხვევაში ორი საჯარო სკოლა რომელიც ერთ სივრცეში ახლოს მდებარეობდეს ესეთი აქ არ არის ფაქტობრივად ბათუმში წყობა არ არის მე კიდევ რამე დაგითხრათ იცი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრებ მშობლების შვილების დაკომპლექტებას იმიტომ რომ მშობელი უფრო ხშირად მოდის სკოლაში კავშირი აქვს და ამ კონტაქტის გარეშე ვერავითარ შემთხვევაში სასწავლო შედეგს ვერ მივიღებთ ძალიან უჭირთ შორიდან მაცხოვრებელ მშობლებს სკოლაში მოსვლა ტელეფონით ისე ვერ დაელაპარაკები მობილურით როგორც პირადად სკოლაში ყავთ ну იმ ეტაპისთვის არის მოხდა სკოლა დამთავრებულები მოდიან და მინდა ჩემ სკოლაში სწავლობდეს ჩემი შვილი ამასაც ვერ ვაკმაყოფილებთ ასეთ მშობლებსაც ძალიან ბევრი თუ ფლობთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში როცა ვერ რეგისტრირდება თქვენთან ანუ ძირითად შემთხვევაში ხო სად მიდიან იქნებ ხათუნას უკან ნახოთ რაღაც სად მიდიან შემდგომ ანუ თქვენ შემდგომ რომ სკოლებში მიდიან დარჩენილი იქ მიდიან იძულების წესით სადაც ადგილია დარჩენილი იმიტომ რომ იმ სკოლებში სადაც მათ უნდა და მიმდებარე სკოლებში ახლა აღარ ვახსენებ სკოლებს შევსებულია უკვე კონტინგენტი ან ძირითად სკოლებში რომლებიც ყველაზე აქტიურად სწრაფად შედარებით აუცილებლად ალბათ თქვენ შემთხვევაში ახლა პირველი საჯარო სკოლა თვითონ ძალიან დიდია და ეს პროცესი ბუნებრივი ალბათ უფრო აქტიური იქნება თვითონ მობილობა შემდგომი კერძო სკოლებში თუ ხდება თქვენგან გადინება შემოყვანის შემდგომ დიახ ყოფილა ასეთი შემთხვევაც, თუმცა ძალიან ისეთი თითოეულა შემთხვევა, მაგრამ ყოფილა დაბრუნების შემთხვევაც, აი, როდესაც ნახა კერძო სკოლა, თქვა და დიდი განსხვავება ვერ იპოვა ან რაღაც სხვა მიზეზი დარჩა, დააბრუნა უკან. მქონია ესეთი შემთხვევაც. ეხლა მე სტატისტიკა ვიცი, კვლევებს ვატარებ ჩვენ და მარცხანის ტერიტორიიდან 10-ოდე ბავშვი გადის კერძო სკოლაში. მთელი უბნიდან, თქვა პირველი კლასელი, როგორც საჯაროში, ასე კერძოში. არ არის ისეთი დიდი გადინება, რომ კატასტროფა იყოს სკოლისთვის, ეს ძალიან დიდი სამწუხარო იყოს სკოლისთვის. ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ, რომ პირველ კლასში 25 ბავშვი გვიზის და ამაზე ისგან არ ვქნით დიდ ტრაგედიას და ვფიქრობ, რომ ეს ასია საჭირო და კარგია ეს სკოლისთვის. ხო, 25 ბავშვი ძალიან კარგია. ჩვენ ტრადიციულად პირველ კლასში ყოველთვის გვიზის 25-24 ბავშვი. ეს ეხლა კმაყოფილებას ვატყობ იმ მშობლებსაც, რომლებმაც ვერ დაარეგისტრირეს ქალაქის სკოლებში და დაარეგისტრირეს იქ, სადაც მათი უბანი იყო და ეხლა მოდიან ძალიან ახალგაზრდა და კარგი პედაგოგები მყავს პირველ კლასებში, სერტიფიცირებული, ძალიან აქტიურ მუშაობას ეწევიან და აი მართლაც მისცენ შეიძლება ის მშობელი ახლა და ეს მის ჩემი საუბარი რომ მოვიდა და კიდევ კარგი რომ მე ვერ მოვახერხე ქალაქის სკოლაში დაარეგისტრირება, იმიტომ რომ რაოდენობა ყოფილიყავით თქვენი უბნის მაცხოვრებელი
ნამდვილად არჩევას გავაკეთებდი იმ უბნის სკოლაზე. ნამდვილად უნდა გააკეთოს მშობელმა, იმიტომ რომ არ მგონია რომ რაიმე ხარისხობრივად დიდ განსხვავებას იძლეოდეს დაწყებით კლასებში მაინც განსაკუთრებით სკოლა. არ არის ესეთი განსხვავება. უბრალოდ ეს არის მშობლის ახირება, მას გონია რომ ასე უკეთესია, მე როდესაც გადადის მე-6 მე-7 კლასში, მე მოყავს უკან და მე პირადად მქონდა შემთხვევა რომ არ მივიღე, ეხლა გლასად დავასახელებ, არ მივიღე უკან ბავშვი იმის გამო რომ რატომ აბრუნებ, სადაც დაარეგისტრირეთ და ამთავროს იქნება. უბრალოდ მქონდათ არ ვიგიღოთ. ეხლა ისევ თეონას მინდა გითხრა, ანუ ცდილობაც უქონდათ საჯარო სკოლაში დარეგისტრირების. მე პირადად მცდელობა არ მქონდა საჯარო სკოლაში დარეგისტრირების, ვერ ვენდე საკუთარ IT შესაძლებლობებს და არ შევიქმენი სტრესული გარემო. ეს როგორც მოგეხსენებათ, მყავს უამრავი მეგობარი, ვისაც ჩემს შვილზე ერთი წლით ასაკეთებ წლით უფროსი ბავშვი ყავს და მე მახსოვს როგორი მნიშვნელოვანი სტრესი იყო. გარდა ამისა, აქვე მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ საჯარო სკოლაში, არამედ კერძო სკოლებსაც აქვთ მხოლოდ და მხოლოდ წინასწარ კვოტირებული რაოდენობა ჯგუფებისა და ჯგუფების ბავშვების რაოდენობისა და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კერძო სკოლაშიც კი მიუხედავად რომ არ არის ონლაინ რეგისტრაცია გასავლელი, მაღალ მოთხოვნად კერძო სკოლებში და იქაც თავისი სტატისტიკაა ბუნებრივია, რთული არის ხოლმე ბავშვის დარეგისტრება და ამიტომ არ დაგიმალავთ ნაცვლად მაისისთვისა, მე იანვრის თვეში უკვე დავიჭირე სადარიგება, ჩემთვის საჭირო და ჩემთვის მისაღებ კერძო სკოლაში მივიტანე უკვე იანვრის თვეში საბუთები, ერთ-ერთი პირველთაგანი ვიყავით, ვინც ჩავეწერეთ, ოღონდ კალმისტრით, მამა პაპურად, რომ იქაც არ დაგვეკარგა და ამიტომ ესეთი სტრესული გარემო დამატებით აღარ შევუქმნით საკუთარ თავს. შემოშინა. ანუ კი ვერ გამიარე რეგისტრაცია კერძო სკოლაში შეიძლება გამიჭირდეს თუ ვერ ვაკეთებ. ჩემ ხათნად დავიწყებ და ორივე სკოლის წარმომადგენელს და ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა. მიუხედავად იმისა, ანუ ის მშობლები, რომელთაც ჩვენ ახლა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, არიან ამ შემთხვევაში თქვენი კონკურენტები და შეიძლება ცუდ საქმეს ვაკეთებ, რა ტიპის მობილიზება გაგზავნეთ? როგორ მოვეძანეთ ის მობილიზება მასწავლებს კოლეგებმა, რომლებმაც შარშან მოახერხეს რო სკოლაში, ანუ მე მივიღე ესეთი რეკომენდაცია, რომ რამდენიმე კომპიუტერთან, რამდენიმე სხვადასხვა ონლაინ მომწოდებლის, ანუ ეს სხვადასხვა ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიებს ეს დავაჭინოთ დიდი 9 საჯარო რეგისტრაცია, მოსრული მობილიზებით, სულ ყოველას კონდეს ეს ჩემი შვილის მონაცემები და რომელიმე მაინც იქნებ მოახერხებს. ეს მე ვიცი, რომ დამატებით ხوار არა საუბრობენ, რომ გაიჭედა სისტემა ფაქტობრივად დაიბლოკა, ვერ მოხდა. რა თქმა უნდა მოხდება, იმიტომ რომ თუ კი თვითონ მშობელი მობილიზებას გააკეთებს და რამოდენიმე კომპიუტერთან, ანუ რამოდენიმე ადამიანის მობილიზებას მოხდეს. წარმოგიდგენთ, ამდენი პირველკლასელის, ამდენი პრობლემია, ალბათობა იმისა, რომ გაჭედოს ისეთ. არის ეს პრობლემაც. ამიტომ ამბობენ, რომ თუ კი ეხლა დაუწყიეთ ესეთი რეკომენდაციები განათლების სამინისტროში, რომ რამოდენიმე კომპიუტერთან ჯრომა არ არის აუცილებელი, თუ კი მოხდება თქვენი შვილი ერთი ონლაინ რეგისტრაციის დროსაც არის მოსახერხებელი. არ ვიცი, ესეთი რეკომენდაციები მივიღეთ და ჯერ მსგავსი მობილიზება არ მომიხდენი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მაინც იმ ნაწილში ქალბატონინას ნამდვილად ვეთანხმები, რომ ეს არის ობიექტური, იმიტომ რომ ადამიანის ხელი ჩარევა რაღაცაში ახერხდება, თუმცა მეორე პრობლემების წინაშე. ხო, არა, მე მისის თავის დროზე საუბრობდი სკოლაში არსებულ სკოლებში არსებულ რაღაც ესეთ კორუფციულ გარიგებებზე, მე მისმის რომ ვთქვათ განათლების სამინისტრომ ეგრეთ წოდებული სტერეოტიპი პრესტიჟული საჯარო სკოლა და არაპრესტიჟული უნდა ებრძოლოს, თუმცა აი ამ ბრძოლის მეთოდებს, ხო, აი ამ ბრძოლის მეთოდებს ხომ მესმის ეწირება სხვა რაღაცები, სხვა ანუ ეს მე მინდა რომ ეს ხარვეზით გამოსწორდეს. აი ეს პრობლემაც არ გქონდეს მშობელს, თუ კი ვაკეთებთ და თქვინა რომ სრულფასოვანი განათლების სისტემა გქონდეს, აი ამაზეც უნდა იფიქრონ. ისევე როგორც საუბრობენ რომ დედმამა თუ ყავს სკოლაში, ანუ მშობელი თუ ასწავლის სკოლაში. დამერწმუნებით რომ ის ბავშვები რომლებიც სკოლაში მიდიან, იმათი მშობლები ფაქტობრივად ვერ იქნებიან განათლების ძალიან ერთეულები იქნება. უფრო მათ
მათი ბებიები. ბებია არ ითვლება მშობლად, ხო? ანუ ჩვენი რეალობა ესეთია. წინა უფროსი თაობა არის უფრო პედაგოგი, ვიდრე ის მithumetet საჯარო სექტორში ახალგაზრდა მფარველებს ნაკლებად უღებენ კარგს. არა, ბებიები არიან და ბებია არ ითვლება მშობლად, ხა. მე გავიგებდი ამ შემთხვევაში იმისაც, იმიტომ რომ აი ესეთი ლაფსუსები არ არის გათვალისწინებული. ამაზე არ არის ჩახედული. ვიღაცამ უნდა გააკებინოთ ამ ადამიანებს განათლების სამინისტროს რეგისტრაციის ამ ფორმამ სკოლის ხელმძღვანელს ძალიან დიდი ტვირთი მოხდა სკოლის პატარა ქალაქია და იცით ჩვენი ქართული მენტალობა მეგობრობაზე დამყარებული, ახლობლობაზე დამყარებული ჩარიცხვები ძალიან მიუხედავად იმისა, პრობლემა არსებობს. იგივე ქალბატონმა ნინომაც და ყოველ შემთხვევაში არ გაუწია ამაზე პასუხი, არ მოგვისმენია, რომ ყოფილიყო ალბათ მიმართვა იტყოდა და იგივე ჩვენმა განათლების სამინისტრომ გითხრა რომ ანუ რეგიონის აჭარის განათლების სამინისტრომ რომ მომართვა არის ვადების გადადებასთან დაკავშირებით, თუმცა არ ყოფილა მშობლების მხრიდან პრეტენზიები. სამწუხაროდ ეს გულნატკენი თუ ანუ მშობლები რომლებიც ამ კატეგორიაში შედგება თავისი ობიექტური მიზეზი აქვს. ცით მშობელი ერთჯერადად ხდება აი ამ პრობლემის წინაშე. ერთჯერადად თუ კი მოახერხა და გამოვიდა თუ არა გადაიყვანა ალტერნატიულ სკოლაში რომელთაც ასევე კმაყოფილი დარჩა როგორც ქალბატონმა ბრდანა ან წაიყვანა კერძო სკოლაში ეს არ არის პრობლემა რომელსაც სისტემატურად ერთ და იგივე ადამიანს მოუხდება ხოლმე შეჯახება და იმდენად ყოველდღიური პრობლემა არის რასაც სისტემატურად ვეჯახებით რომ ცოტა რთული არის მშობელი იპოვოთ ვინც ამაზე შემდეგ თუნდაც ინიციატივის დონეზე შეიკრიბება და გუნდურად გადაწყვეტს ახლა განათლების სამინისტროს სახის ინიციატივა სრულებებისა სკოლებიდან წამოვიდეს რეალურ სტატისტიკას დაუდებთ რეალურ საფუძვლებს იმიტომ რომ თქვენ ამას ყოველწლიურად დაწყდებით თქვენზე კარგად ამ პრობლემას ჩვენ მშობლები ნაკლებად ვიცნობთ ხო მე სანამ მიუხედავთ იმისა რომ სანამ გავხდებოდი სკოლის მოსწავლის მშობელი მანამდე უკვე ვიცოდი ხო მაგრამ ყველა ასე არ არის აქედან გამომდინარე სკოლა რო იყოს ინიციატორი რესურს ცენტრიდან განათლების სამინისტროს ანუ ეხლა ეს ჯაჭვური რგოლით მივიდეთ იქამდე მივიტანოთ იმ ადამიანამდე რომელმაც ამაზე უნდა იზრუნოს რომელმაც ამაზე უნდა დაფიქრდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ამაზე არ ვაპარაკობ მაგალითად არიან ნახევრად ხელშეუხლიდან და რა პრობლემებს ქნის ეს ანუ რომ ვილაპარაკონ ამაზე და აი მშობლების გულის ტკივილის მიიტანოს ვინც გვერდით ცხოვრობს და ვერ რეგისტრირდება და არაა სხვა ალტერნატივა პირველი სკოლის გვერდით ხომ რეალურად არა ხო და ჩემ რავალ შეკითხვა ჩვენი დრო იპოვება აღმოჩნდა რომ პირველი სკოლის მე ტერიტორიულად და თქვენ ამბობთ რომ ისაც უნდათ მშობ მე ვიყავი მაგ სკოლის ახსასდელი შეიძლება აი ამ კუთხითაც მეფიქრა თუმცა მთავარი ამოსასვლელი არის ყოველ შემთხვევაში ის რომ მე ტერიტორიულად ძალიან ახლოს ცხოვრობ სხვა ამ შემთხვევაში შეიძლება გასანიშნებული იქნას ძალიან ახლომდებარე ქუჩები და აი იმ ტერიტორიის ბავშვები მიღებული იქნას შესაძლოა ძალიან მოკლედ ანუ მთავრდება ჩვენი გადაცემა რას ურჩევდით მშობლებს თქვენ ჩვენ ურჩევდით მშობლებს რომ ძალიან სასურველ შედეგს მიაღწიონ სადაც უნდა მათი შვილი ჩაირიცხოს იმ სკოლაში მაგრამ თუ არ არის გამოსავალი ურჩევთ რომ მე მგონია ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში კარგი მასწავლებლებია თანაც ახლა მასწავლებელთა კატეგორიზაცია ხდება სწორედ სწავლების როგორ ასწავლიან ისინი რა შედეგზე გადიან და არა მარტო სერტიფიცირებული გამოცდები და მე ურჩევდი რომ თუ არ იქნება საშუალება მათ სასურველ სკოლაში მაინც სხვა სკოლაში მაგინეზე რომ კარგად ისე მოძებნონ დიახ და მე გამოვიყენებ შესაძლებლობას მივმართავ ჩემი სკოლის მშობლებს რომლებიც აპირებენ დარეგისტრირებას პირველ კლასში მოვიდნენ დავეხმარებით იქნება რა აქვს საშუალება რომ ელექტრონულად თვითონ დაარეგისტრირონ თავიანთი შვილები ჩვენ გავუწევთ გარკვეულ დახმარებას იციან ეს მათ ჩვენ ვცხადებთ ხოლმე დედმამიშვილებს კლასებში მაგრამ აქედანაც ვთხოვ რომ მოვიდნენ დროულად დაარეგისტრირონ თავიანთი შვილები და წარმატებებს უსურვებთ თქვენ შვილებს სწავლაში წინსვლას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის წარმატებები მინდა გისურვოთ და ჩემი ანუ ბოლო დაპირება ხაცნეს როცა თქვენ მოხდებით პირველ კლასში როგორ მშობლებს აუცილებლად მოგდეთ პირველ კლასელებთან დაკავშირებულ თემაზე დიდი მადლობა გადაცემაში დიდი მადლობა საინტერესო თემისათვის დიდი მადლობა და ბოლოს გვინდა გჯეროდეს რომ განათლების სფეროში მიმდინარე
მიმდინარე არაერთი რეფორმის გვერდით საკითხის გახდება კომპეტენტური ორგანოების ყურადღების საგანი და მდგომარეობა მომავალი სასწავლო წლისთვის მაინც გამოსწორდება. ეხლა კითხვა დაგვრჩენია რეგისტრაციის პროცესის უმტკივნეულოდ გავლა და სასურველ სკოლაში მოხვედრა უსურვოთ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს. დღეს მე ამით გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებ ჩვენ მომავალ ოთხშაბათს ზუსტად 21 საათზე და 15 წუთზე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.